მოგესალმებით ყველას. იმედია ყველანი კარგად ბრძანდებით. ჩემი მაყურებლები, ჩემი მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც, ამაში ცუდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ერთაზე და ერთგვარზე ჩემი მოწერება გვაყოფოს. აქედან გამომდინარე, დღეს საინტერესო სტუმარი ყავს დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი. ბატონ დიმიტრეს წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ ვინც ახალგაზრდა თაობის არის, მათთვის ვიტყვი. ბატონ დიმიტრი არის უფლებადამცველი, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი და პოლიტიკოსი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აქტიური პოლიტიკოსი პირველად ყავს ეთერში. მოგესალმებით ბატონ დიმიტრი. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს აუდიტორიის წინაშე წარდგენა. ბატონ დიმიტრი, პირველი კითხვა ყველაზე საჭირო. როგორ ფიქრობთ, როდის იქნება საჭირო რუსეთის ფედერაციასთან უკვე საფუძვლიანი დალაპარაკება, რომ ჩვენი არსებული ურთიერთობები ვითარება, რომ გადაიტვირთოს და რას გულისხმობ? არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ბუნებრივია ხელის შემოფერხებელი არის იმ პროცესებში, რაც ახლა ამიერკავკასიაში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ესე იგი, ავიაკავშირი, პირდაპირ ფრენები, გვაქვს ეკონომიკური კავშირი, უამრავი პირველადი მოხმარების პროდუქტი შემოგვაქვს რუსეთის ფედერაციიდან, მაგრამ ამას თანხლებად არ ახლავს პოლიტიკური აქტიურობა. ამას ობიექტური მიზეზები აქვს, ყველა ვიცით, ეს არის 92-93 წლის პოლიტიკური კრიზისი, შემდეგ 2008 წლის სამხედრო კონფლიქტი და გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აი შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად, ისაც ჩვენს ქართულ საზოგადოებას აწუხებს, ვინაიდან ქართულ-რუსული ურთიერთობები ეს არის რთული კომპლექსური კვლევის საგანი, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის გააჩნდა თავისი ისტორიული ინტერესები ჩვენს რეგიონში, ხოლო ჩვენ ბუნებრივია ყოველთვის გაგვაჩნდა ის პრეფერენცია, რაც ქართული ორგანული სახელმწიფოებრივი ინტერესიდან უნდა ამოდიოდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს 840 კილომეტრიანი საერთო საზღვარი. და გვაკავშირებს ისიც, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ ჩვენი მკვიდრი მოსახლეობის დაახლოებით 1/3 საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, ვინაიდან მთელს მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს სათემო ორგანიზაციების, ჩვენ დიასპორული ორგანიზაციების შორის რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართული სათვისტომოს გაერთიანებული, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდია თავისი მოცულობით, თავისი რაოდენობით და აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ სწორედ მათი ძალიან დიდი დამსახურებაა სახალხო დიპლომატიაში გადადგმული, ბოლო დროს გადადგმული ის ნაბიჯები, რომელმაც მეტნაკლებად დაათმო ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ეს სიტუაცია, რომელთაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის ზრდა, შესაძლებლობა მოგვეცა ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარება. ძალიან ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა სამშობლოსთან ურთიერთობას და შესაბამისად აქედანაც შეზღუდული იყო კომუნიკაცია რუსეთში მაცხოვრებელ ნათესავებთან. არის მთელი რიგი სტრატეგიული მიმართულებები, რომელთაც ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი პლაცენტარული ურთიერთობას კი ჩამოგვეყალიბდა რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის მარცვლეული კულტურებით ქვეყნის მომარაგება, 95% მარცვლეული კულტურებით ჩვენ ესე იგი იმპორტს ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციიდან, ხორცპროდუქტები, მძიმე მრეწველობის ისეთი პროდუქცია, რომელიც ჩვენი ჰიდროელექტროენერგეტიკის ჰიდროგენერაციის ობიექტებისთვის არის განკუთვნილი, მაგალითად ჰიდროტურბინები, სახელმწიფოში რკინიგზა, რომლის მარაგნაწილების 100%-ის ტენდერს ჩვენ ვახორციელებთ, შესყიდვებს ვახორციელებთ ტენდერების გზით რუსეთის ფედერაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პოსტსაბჭოური ინერცია შეიძლება ითქვას და ძალიან ბევრ საკითხში, როგორც რუსეთიდან, ისევე უკრაინიდან, ისევე ყაზახეთიდან, ბელარუსიდან ჩვენ ვახორციელებდით ზოგიერთი პოსტსაბჭოური ქვეყნიდან ისეთ ტიპის პროდუქციის იმპორტს, რომლის ანალოგია სხვაგან უბრალოდ შეუძლებელი იყო მოგვეძიებინა ჩვენი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სტატუსიდან და ჩვენი ინდუსტრიალიზაციის სტატუსიდან გამომდინარე. ასე რომ
ქართულ-რუსული ურთიერთობები მართლაც არის ძალიან კომპლექსური, ძალიან რთული, მით უმეტეს ვერ დავასახელებთ ჩვენ მესამე-მეოთხე სახელმწიფოს მსოფლიოს მასშტაბით, რომელთა შორის არის სამხედრო კონფლიქტი, გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და ამ დროს გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა, რომელმაც 2 მილიარდს გადააცილა უკვე. და განსაკუთრებით 2022 წლის მოვლენების შემდგომ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდგომ, საქართველოსთვის გაიხსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯრები, ვინაიდან კონფლიქტმა შეზღუდა ჩრდილოეთის მიმართულება, ჩრდილოეთი დერეფნის მიმართულება და აქტუალური გახადა ტრადიციული აბრეშუმის გზა, რომლის იდეის სულის ჩამდგმელი არის ჩინეთი და რომელმაც აღნიშნული პროექტით მოახდინა უძლიერესი კომუნიკაცია დასავლეთთან. ანუ ევროპასა და ჩინეთს შორის შემაერთებელი მაგისტრალის შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი აქტორი გახლავთ საქართველო. როგორც ტრანსკასპიური მეგაეკონომიკური პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, რომელმაც თავისი როლი და მნიშვნელობა ამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა. და ბუნებრივია ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ისტორიულ მისიას. კავკასია ცენტრალობის პროცესში ჩვენ საქართველოს ხდებით უმთავრესი ჰაბი, უმთავრესი დასაყრდენი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ბუნებრივია ამას ყავს თავისი მოწინააღმდეგე, ბევრი იტყვის თვალითაც უყურებს ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ჰიპერგანვითარების შესაძლებლობა ქვეყნისთვის და მე არ მინდა ხა კონკრეტული ქვეყნების ჩამოთვლა, მაგრამ თავად მიმიხვდება ხა მსმენელი, როდესაც ბლოკირებულია თქვა აფხაზეთის მონაკვეთი, როდესაც შეზღუდულია კომუნიკაციები რუსეთთან და რჩება მხოლოდ ერთი დერეფანი და ამ დერეფანზე მოდის ტვირთბრუნვის 99%, ბუნებრივია ამით უსარგებლო ბენეფიციარი ქვეყნები დღეს მაინც და მაინც დიდი სიხარულით არ შეხვდებიან, თქვა რომ მოხდეს სატრანსპორტო დერეფნების დებლოკაცია საქართველოსთვის სასარგებლო პირობით. როდესაც ჩვენ სასარგებლო პირობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ამ შემთხვევაში იგულისხმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკური ფასის განსაზღვრა ამ პროცესში და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ბოლო პერიოდში დაწყებული გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები, იგივე აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, იგივე ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანს სომხეთს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ესე ვთქვათ თანამშრომლობის პრაქტიკა საქართველოსთვის დამატებით აჩენს კიდევ ასე ვთქვათ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ ერთია დასავლეთ აღმოსავლეთ შორის ურთიერთობა ამჯერად უკვე სამხრეთის დერეფნით, ვინაიდან როგორც მოგახსენეთ, ჩრდილოეთ დერეფანი არის ჩაკეტილი, მაგრამ მეორეა ასევე საქართველოს ჯვარსახოვანი გეოეკონომიკური მისია, რომელიც ასევე აქტუალობს ხდის უკვე ჩრდილოეთ სამხრეთში საქართველოს მონაწილეობას, ვინაიდან ჩრდილოეთ სამხრეთის სტრატეგიული მაგისტრალი ეს არის 7200 კილომეტრიანი გზა, რომელიც პეტერბურგიდან იწყება და მუმბაიში მთავრდება და სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანას აკავშირებს. და ეს აქამდე გადიოდა აზერბაიჯანში. დღეს თუ ესე გაგრძელდა მოვლენები და მეთმა დაიფაროს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონისთვის ეს იქნება უმძიმესი ამ ესკალაციის პიკი, ესე რომ გაგრძელდეს, ბუნებრივია ჩვენ ამ შემთხვევაში ამიერკავკასიის სამეფო რესპუბლიკა დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი უბრალოდ დაიხურება აზერბაიჯანისთვის სასარგებლო პირობით და მაშინ მან უნდა პოვოს დივერსიფიკაცია სხვა მიმართულებით და ასეთ მიმართულების შესაძლებლობაზე სხვათა შორის ამას წინათ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მეოთხე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა მასიუკმა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ მივესალმებოდით საქართველოს მზაობას ჩრდილოეთ სამხრეთის მონაკვეთში, დერეფანში აქტიური მონაწილეობის მიღების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არის უბრალოდ თეორია, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს უკვე მოიკიდა ფეხი შუა დერეფანში და თუ კი საქართველოს გაუჩნდება შანსი, რომ მოიკიდოს ფეხი ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის მონაკვეთშიც, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა არსებითმა გამტარმა ქვეყანამ, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი შიდა პოლიტიკური სტაბილურობით და დამდგრადობით, მაშინ ეს იქნება პირდაპირი მწვანე შუქი საქართველოს მთლიანობის აღდგენის გარკვეულ ფორმაციასთან დაკავშირებით, გარკვეული ფედერალური მოწყობის პირობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ აღარც ოსებს და აღარც აფხაზებს არავინ არ შეეკითხება რა არის უკეთესი დანარჩენი მსოფლიოს
წამყვანი სახელმწიფოების ინტერესიდან გამომდინარე. შესაბამისად, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ არის ნამდვილად გასაშვები და ამას კი ჭირდება, რა თქმა უნდა, შიდა სახელმწიფოებრივი სტაბილურობა. აი შიდა სახელმწიფოებრივი სტაბილურობის მიღწევა დღეს აღმოჩნდა არის ყველაზე რთული ამოცანა, რომელიც წინაშე დგას ქართული საზოგადოება. იმიტომ ქართული საზოგადოება არის პოლარიზებული, დაპირისპირებული, გახლეჩილი. მე ვიტყოდი, რომ ეს არ ხდება გარკვეული ძალების წახალისების გარეშეც და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გერმანიის ელჩის ღია დაპირისპირება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან. მე ამას რატომ ვუსვამ ახლა ამ ცოტას ხალხს, იმიტომ რომ ბატონი შალვა იყო გერმანიის მთავარი, ასე ვთქვათ, დასაყრდენი ორგანიზაციის, რომელთაც ის ოპერირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იგივე ამერიკული USAID-ის მსგავსი ორგანიზაცია, GTZ-ი, რომლის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში ბატონი შალვანი. ბატონ შალვას გერმანული პოლიტიკური კონიუნქტურა ძალიან კარგად ესმის, ის მიღებული პირი იყო გერმანულ პოლიტიკურ ოჯახში, ძალიან კარგად იცნობენ მას და აი ესეთი მწვავე დაპირისპირება გერმანიის სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ბუნებრივია ძალიან საინტერესო პრეცედენტია. ძალიან საინტერესო პრეცედენტია მით უფრო იმის ფონზე, როდესაც გერმანიაში დრამა თამაშდება დღევანდელ დღეს არჩევნების წინ 16 წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნა ლიკვიდირებული, თანამედროვე მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი პრეცედენტი, უბრალოდ არ ახსოვს მსგავსი პრეცედენტი, რომელ დემოკრატიულობაზეა ლაპარაკი და რომელ მენტორული ტონის ხარდაჭერასა თუ შეგონებაზეა საუბარი ჩვენი მხრიდან გერმანიისთვის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამ მიმართულებით და აღარ ვსვამობ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და შესაბამისად ევროპული დემოკრატიის თავისებურება ნამდვილად განსჯისა და ასე ვთქვათ, ჯაბაასი საგანი უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის. ასე იგი, მე ესე წარმომიდგენია და მე გარკვეულ ნაწილს წარმოვადგენ მედია სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში, ნიუ-იორკში მყოფი კონსერვატიულ პლატფორმაზე მყოფ ქართველებს, ესე ვთქვათ. და ჩვენ აქ როცა მსგავს თემებს გავდივართ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ასეთი თვისობრივი კითხვა ისმის, რომ რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომ შედგეს დობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის. და მე ესეთი ხედვა მქონდა, ეს ბუნებრივია, ჩემი ნაზრები არ არის და ჩემი ექსკლუზივი არ არის. იყო გარკვეული წლების წინ საუბარი, რომ კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პარლამენტს ეყოლებოდა მაჟორიტარი დეპუტატები და იქნებოდა ორპალატიანი პარლამენტი. სადაც ზედა პალატაში, ესე ვთქვათ, სენატის პალატაში იქნებოდა წარმოდგენილი აფხაზეთისა და ოსეთის წარმომადგენლები. რაც პირდაპირ იქნებოდა, გარკვეულწილად იქნებოდა გარანტია იმისა, რომ ისინი არიან ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები და თანამონაწილეები ყველა პოლიტიკური პროცესისა. და რამდენად ეს შესაძლებელია იმ პირობებში, სანამ პარლამენტში არ არის აბსოლუტური უმრავლესობა და სანამ დაუშვათ აი ეს არასტაბილური ვითარება. შეიძლება ნაკლებად ფეთქებადი, მაგრამ როგორც იტყვიან, ესე იგი, მედია სამსახურის წარმომადგენლები, კარტინგა იქნება ისეთი, რომ საქართველოში არის არასტაბილურობა. როგორ ფიქრობთ, ბატონ დიმიტრი? ჯერ პირველი კითხვა, რამდენად ეს მართლა არგუმენტი იქნება რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ჩვენ აი ამდაგვარი საპარლამენტო სახელმწიფოდ გარდავიქმნათ და მერე მეორე, აი ის რომ პარლამენტში არ არის უმრავლესობა, კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელმაც შეიძლება რომ შეცვალოს გარკვეული მუხლები და მივხვდით ალბათ მე რაზე ვსაუბრობ, ეს არის ნატოს წევრობა. მანამდე ეს ალბათ შეუძლებელია და თქვენ როგორ წარმოვიდგენთ, აი რა უნდა გადაინდას პირველი ნაბიჯი? შესაძლოა რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხის დადგეს? კი, კომპლექსური შეკითხვა, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. თქვენ ალბათ გულისხმობთ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელზე აპელირებითაც თქვენ დასავლელი პარტნიორები, დაუძინებელი მეგობრები, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ხშირად შეგვაგონებენ ხოლმე, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი ჩრდილოატლანტიკური ასე იგი ოჯახის
სივრცეში მისი ინტეგრირების კუთხით და რომ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი არის მთავარი სამოქმედო დოკუმენტი, რომელსაც უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა ქართულმა ხელისუფლებამ, სანამ ეს კონსტიტუცია არ შეიცვლება. ვინაიდან დღეს გვაქვს ძალიან მძიმე და რთული საშინაო პოლიტიკური მოცემულობა, ხედავთ რომ საკონსტიტუციო უბრალოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დაამთავრა მუშაობა. ამ მუშაობის დასრულების შემდგომი განვითარება ხდება ასე რომ მალე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა დადგენილებით გადააგზავნის შესაბამის აქტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც მაკონტროლებელ ორგანოს მინდა ხაზი გაუსვა, ეს არ არის მართლმსაჯულების ორგანო, ეს არის კონტროლის ორგანო, მიიღებს ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ არაერთგზის დანაშაულში მხილებული ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაციაზე გადის. პარტიული ლიკვიდაცია ეს არ არის სამართლის სუბიექტის ლიკვიდაცია, როგორც პარტიის მხოლოდ. ეს არის ამავე დროს აქტი, საიდანაც გამომდინარეობს უკვე საჯარო პოლიტიკაში კონკრეტული ფიზიკური პირების შემდგომი ოპერირების დაუშვებლობა. ანუ მათ აეკრძალებათ ის მოხდება გარკვეული დისკვალიფიკაცია კონკრეტული პირებისა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის არსებობის პირობებში, აი 9 წლის პირობებში იკავებდნენ უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობას, საპასუხისმგებლო თანამდებობას და კონკრეტული ბრალები მიუძღვით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჰუმანიტარულ სამართალს უკავშირდება. მოკლედ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლა იქსოვება. იმისთვის რომ ეს პროცესი მოიქსოვოს, საჭიროა პირველი მოხდეს 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია და მისი ასე ვთქვათ ლეგიტიმურად ცნობა. და აქედან გამომდინარე მუნიციპალური ორგანოები, გასაგებია რომ ისინი არ არიან პოლიტიკური ორგანოები, არიან სამეურნეო ორგანოები, მაგრამ ქმნიან პლატფორმას, პოლიტიკურ პლატფორმას გარდამავალ ეტაპზე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. შესაბამისად, როგორც კი მოხდება 4 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, შემდგომში უკვე ჩვენ ალბათ მოვემზადებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორი შესაძლო სცენარით განვითარების ფაქტის წინაშე შეიძლება დავდგეთ. პირველი ეს არის გამოტოვებული 61 მანდატის შევსებისთვის გამოცხადებული საარჩევნო ბატალია. დაუგვირდით რას ვამბობ, ანუ ის 61 მანდატი, რომელზეც უარი თქვა ოპოზიციამ, შეიძლება გათამაშდეს და შედგეს პარლამენტი, რომელიც გააგრძელებს თავის უფლებამოსილებას 2024 წლიდან 2028 წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წელს პირობითად მოხდება შევსება გამოტოვებული მანდატების. გამოტოვებული მანდატების შევსებისთანავე მოხდება ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება, რომელსაც უფლებამოსილება ექნება მიიღოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განსახილველად და კონსტიტუციაში შეიტანოს იმგვარი ცვლილებები, რომელიც კორექტირებას მოახდენს მათ შორის საგარეო პოლიტიკური კურსისა. მე ახლა თეორიულად ვშელობ ამ საკითხზე. ხოლო მეორე არსებითი და უფრო მნიშვნელოვანი და ალბათ უფრო განხორციელებადი ეს არის ვადამდელი სრული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სრული მოცულობით, ანუ 150 მანდატის გათამაშების პირობით, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებენ ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული იმ ლიდერების შემადგენლობა, რომლებიც დღეს სხვადასხვა პარტიებში არიან გადანაწილებულები და მათ მე პირობითად უწოდეთ 15 გეი ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ იმ პარტიებზეა საუბარი, რომლებმაც 2021 წლის 4 მაისს ევროკავშირის ელჩისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინ ხელი მოაწერეს გეი მემორანდუმს, რომელთაც აიღეს ვალდებულება, რომ მომავალში ქართულ პოლიტიკაში მთავარ როლს და მნიშვნელობას დაუთმობენ სწორედ აი ამ გენდერული დემოკრატიის პირობის აღსრულებას და შეიტანენ კონკრეტულ ცვლილებებს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში. ეს შემთხვევით არ მოხდა, ამით ერთგვარი ინდულგენციის ასე ვთქვათ, გაყიდვა მოხდა და პირობა ფიცის მიღება დასავლეთისთვის სასარგებლო პირობით, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მოემსახურება სწორედ გლობალურ დასავლეთის ნარატივს ქვეყანაში. შესაბამისად ეს არ მოხდა, ეს ვერ ხორციელდება. 2021 წლიდან დღემდე თქვენ ხედავთ რა პროცესები ვითარდება, მუდმივი მცდელობა რევოლუციური, ასე ვთქვათ, მუხტის აწევისა მთავრდება სრული ფიასკოთი. დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერსაც ესეთივე რამ მოხდება, იმიტომ რომ რევოლუცია სჭირდება ის პოტენციური ენერგია, რომელიც არ გააჩნია დღევანდელ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას სინამდვილეში არც რადიკალური ქვიათ და არც ოპოზიცია ქვიათ, ეს არის სასუთარ კვეთილი
რაღაცა ნაშთი ყოფილი პოლიტიკური პარტიისა, რომელსაც გამოეცალა ყველა ბერკეტი და პირველ რიგში ეს არის ფინანსური ბერკეტები, იმიტომ რომ აქედან გამჭვირვალობის კანონი ამოქმედდა, აქედან ფარა ამოქმედდა, იქით კიდე გრანტების შესახებ კანონი ამოქმედდა და ბევრი მთავარი მილიონერი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკური სპექტრის დონორად გვევლინებოდა, უბრალოდ წავიდა საქართველოს. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა, მაგალითად, აი ბაია პატარაიას უკვე პრობლემები შეექმნა და გენერალურ პროკურატურაში დაატარებენ. და აი ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ძვრებია. ეს არის ყველაფერი, რასაც ახლა ვსაუბრობ, ის შავი სამუშაო, რომელიც ნაკლებად ჩანს ყოველდღიური მსჯელობისა და ანალიტიკისთვის. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს უბრალოდ რა შავი სამუშაოები მიმდინარეობს ახლა ამ წუთას და როგორ უნდა გამოკრისტალდეს ის რეალური ეროვნული ინტერესი, რომლის ფარგლებშიც მოგახსენეთ, საქართველოს უნდა მიიღოს ალბათ ყველაზე უფრო სწორი იქნებოდა ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, მიიღოს როლი და ფუნქცია საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში, გახდეს გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქციის როლის მატარებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ რომელიმე კონგლომერატის კუთვნილება, როგორც ასეთი. ჩვენ გვაქვს ისტორიული მისია, გვაქვს უზარმაზარი ცივილიზაციური გამოცდილება, იმისთვის რომ დიახ ვიყოთ ხიდი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის და საქართველოს გახდეს ჰაბი, როგორც ფინანსური, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და ასე შემდეგ. და საქართველოს მიიღოს ესეთი სტატუსი ხელშეუხებლობის, რომელსაც ქვეყანა კი არა კიდევ რომლის დეკლარირებასაც, ანუ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ძირითადი მოთამაშეები, ასე ვთქვათ, ყალიბდებიან ასეთი ნეიტრალიტეტის პოლიტიკური მიზანშეწონებების თაობას. ასე რომ ყველაფერი წინა გვაქვს და ეს ყველაფერი რომ წინ გვაქვს, აი დღეს იჭედება ეს ყველაფერი ჩვენს ქუჩაში, ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება როგორც არასდროს მზად არის აი ასეთი გამოწვევებისთვის, რომ გაუძლოს ამ გამოწვევებს. ბატონ დიმიტრი, არ შემიძლია არ შეგეკითხოთ სადღაც პირობითად ერთი თვის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვეხება, ჩვენ რეგიონს ეხება, მე გულისხმობ რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას. როგორ წარმოგიდგენიათ ეს შეიძლება რომ გამწვავდეს ეს ურთიერთობა, რახან თქვენ ახსენეთ ზუსტად სატრანზიტო ხაზები, რომელიც აზერბაიჯანზე უნდა გავიდეს, გათვალისწინებული ყოველ შემთხვევაში, აქვე მოვიაზრები ჩვენ, იმიტომ რომ რეგიონალური მოთამაშეები ვართ. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს დაძაბულობა და აქ მაგალითად არსებობს ეგეთი აზრი, რომ ეს ფარსი ხომ არ არის. ანუ რაღაც სპექტაკლთან ხო არ აქვს საქმე და ორივე აქტორი რაღაც ერთგვარ თამაშს დგავენ. რამდენად ეს შეესაბამება სიმართლეს და თუ ესე არ არის, მაშინ სადამდე შეიძლება რომ ეს განწყობა მივიდეს, იმიტომ რომ ჩვენ შეგვეხება ირიბად მაინც. კარგი შეკითხვა. მძიმე შეკითხვაც არის ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებული მოვლენები ყაზახეთში, ყირგიზეთში, ბელარუსიაში, უკრაინაში, საქართველოში ძალიან ხშირ შემთხვევაში მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ მოხდეს რუსეთის კიდევ უფრო მეტი დასუსტება. ანუ ეს არის ჰარტლენდისთვის ბრძოლის გეოპოლიტიკური აქტი, რომელიც საუკუნეების წინ იღებს სათავეს და დღეს გრძელდება და დღეს შედის, ესე ვთქვათ, ძალიან აქტიურ ფაზაში. და ბუნებრივია ყველა რესურსის საშუალება გამოყენებულია გლობალური დასავლეთის მიერ, აი ამ გეოპოლიტიკური მისიის აღსრულების გზაზე. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბერკეტი რომელთაც ის პოზიციონირებს, ეს არის თურქეთის დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშები. აი, დიადი თურანის აღდგენის იდეა, ეს არ ყოფილა მითი, ეს არის საკმაოდ რეალისტური, ასე ვთქვათ, ხედვა, რომელზეც უკვე აღარცმალავენ პანთურქული და პანისლამისტური სახელმწიფოს ლიდერები, თქვენ იცით, რომ აი ხა დღესდღეობით, თუმცა მე და თქვენ საუბრობთ, აზერბაიჯანში ტარდება 6 დიდი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ძალების საერთო წვრთნები, რომელშიც პაკისტანი, თურქეთი, აზერბაიჯანი და შუა აზიის რამოდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იღებს მონაწილეობას, მათ შორის აღინიშნულიც იყო დღევანდელ მედიაში, რომ 33% ამ ქვეყნებისა არის ოდეკაბეს წარმომადგენელი ქვეყნები, ანუ ოდეკაბეს წევრი ქვეყნები, რაც რა თქმა უნდა გარკვეულ სარკასმს მატებს ასეთი ტიპის წვრთნების ხმამაყალ დეკლარირებას აზერბაიჯანის მხრიდან, ხო? ანუ ის ქვეყნები, რომლებიც კოლექტიური თავდაცვის თავდაცვისა და უსაფრთხოების პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები რუსეთთან ერთად, წვრთნას გადიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელსაც აქვს მზარდი ესკალაცია
რუსეთთან დაპირისპირების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ასტრახანში გაიმართა გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რუსეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ წრეებს შორის, სადაც რუსეთის მხრიდან შეთავაზებული იქნა დეესკალაცია აღნიშნული დაძაბულობისა, ვინაიდან რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ამ დეესკალაციით, ჯერჯერობით აქედან აქტიური აზერბაიჯანიდან აქტიურ პასუხს ადგილი არ ქონია. და რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? თქვენ მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი პოზიციონირდება როგორც ორი სახელმწიფო, ერთი ხალხის იდეით გამსჭვალული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები და აზერბაიჯანი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ სრულად ახორციელებს თურქეთის ინტერესებს, თურქეთისას, რომელსაც გააჩნია, როგორც მოგახსენეთ, შორსმიმავალი გეგმები. ყაზახეთში ასევე არის ძალიან მზარდი თურქული გავლენები, თქვენ იცით, რომ ყაზახეთის ცოტა ხნის წინ დაემშვიდობა დამწერლობას კირილიცას და გადავიდა ლატინიცაზე, ანუ ლათინურ დამწერლობაზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთს გააჩნია გარკვეული პრობლემა, რომ ჩინეთს გააჩნია თავის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში საკმაოდ სერიოზული პრობლემები გამომდინარე იმ იუგურებით დასახლებული თურქმან იუგურებით დასახლებული ასე ვთქვათ რეგიონებისა, რომლებიც პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და ძალიან სერიოზული ძალებია კონცენტრირებული ჩინური და თვითონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თურქულენოვან რესპუბლიკათა საერთო ანკლავები, ალტაიდან დაწყებული და ბაშკიროსტანით დამთავრებული და ჩრდილოეთ კავკასიის რამოდენიმე რესპუბლიკით გაგრძელებული ასევე. ასე რომ ეს არის უზარმაზარი პოტენციალი, რომელზეც შეფულბას და რომელზეც გეოპოლიტიკური გავლენის განხორციელებასაც ცდილობს თურქეთი და თურქეთისთვის ერთ-ერთი მთავრესი პარტნიორი ამ პროცესში არის რა თქმა უნდა აზერბაიჯანი. ამიტომ რასაც ჩვენ აზერბაიჯან-რუსეთის დაპირისპირებაში ვკითხულობთ, ეს არ ნიშნავს ასე ვთქვათ აზერბაიჯანის სუვერენიტეტის გამტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ეს არის ალბათ ის კარნახი, ის დიქტატი, რომელსაც განიცდის აზერბაიჯანი თურქეთის მხრიდან, ხოლო თურქეთს გააჩნია გარკვეული ვალდებულებები ტრადიციულად ბრიტანეთთან და ბრიტანეთის წინაშე, ვინაიდან ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ორკესტრირებულია ისეთი ძლიერი ნეოიმპერიალისტური თქვათ ზრახვებით, რაც ბრიტანეთს გააჩნია და ის არც მალავს ამას. მოგესალმებათ, საქართველოსთვის ბრიტანული გავლენები ძალიან საგრძნობი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წელს 1918-20 წლებში ბრიტანეთის ქმედებებმა გამოიწვია ჩვენი კონფლიქტი სომხეთთან, ამავე დროს 1920 წელს როცა თურქეთი გავიდა საქართველოსთან, მან შავ-ზღვაში ჩაძირა მთელი გარნიზონის შეიარაღება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც არსენალი. იმ შემდგომი გამოწვევებისთვის, რასაც ჩვენ შემდგომში მივიღებთ 1921 წელს გასაბჭოებამდე კონფლიქტის შედეგად და ინგლისმა, ბრიტანეთმა თქვენ არაერთხელ დაგვანახა, რომ მისი დამოკიდებულება ჩვენთანავე არ არის კეთილგანწყობილი, არ არის ჩვენი არსებობა მის ინტერესებში, ან ჩვენი ძლიერი სტატუსით არსებობა მის ინტერესებში. ანალოგიურად ვაკვირდებით უკვე ჩვენ ამ პროცესებსაც. მე ვფიქრობ, ახლა ჩვენ არ მინდა ძალიან შორს წავიდე ამ მსჯელობაში, მაგრამ პან-ისლამური განწყობების დემონსტრირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები. თქვენ იცით, რომ მე ჩართული ვარ ამ პროცესში. დაკითხულიც ვიყავი გენერალურ პროკურატურაში 7 საათის განმავლობაში, როდესაც პარლამენტში ვიყავი, მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე გავხდით, როდესაც პირველად მოხდა კონფლიქტი ჩიჩხიტურის თხემზე, როდესაც გადაგვიკეტეს გზა, ეს მოხდა 2012 წლის მაისის თვეში, 8 მაისს და მას მერე ეს კონფლიქტი ნელ-ნელა კიდევ უფრო გაღრმავდა და საბოლოოდ 2019 წელს ჩვენ საერთოდ გადაგვიკეტეს ეს გზა. და აი არც ისე დიდი ხნის წინ მე დავდი ანალიზი იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა 2006-2007 წლებში და როგორ მიიღო დემარკაცია დელიმიტაციის კომისიამ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და რომლითაც ანუ უშუალედური გადაწყვეტილება, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ აფრის გეოგრაფიული კოორდინატთა სისტემის მიხედვით ჩიჩხიტურის თხემზე ამოსულიყო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უწყების რაღაც ქვედანაყოფები და გაეკონტროლებინათ მათ შორის ჩვენი აღდგომის ტაძარი, ჩიჩხიტურის კორტკი, უდაბნოს მონასტერი. ეს არის ის ორგანული შემადგენელი ნაწილი ჩვენი და ამავე დროს იმდენად საკრალური, რომ ყველას ძალიან კარგად მოეხსენებათ, მათ შორის აზერბაიჯანშიც, რომ ჩვენ ამის დამთმობები უბრალოდ არა ვართ. მით უმეტეს, რომ ახლო ისტორიული წარსული
თვითონ აზერბაიჯანის დღევანდელ პრეზიდენტს ილხამ ალიევსაც უნდა კარნახობდეს, რომ მისი მამის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 1995 წელს, როდესაც მან ედვარდ შევარდნაძესთან ერთად ხელი მოაწერა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დელიმიტაცია დემარკაციის საკითხზე მუშაობის დაწყებას და გადაწყდა კიდეც, რომ ყოველივე რაც ქართულ კულტურულ ისტორიულ მემკვიდრეობას განეკუთვნება, დარჩებოდა ქართულ სივრცეში, აი ამისი რევიზირება არ უნდა მოეხდინა. ანუ საკუთარი მამის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზირებას ახდენს დღეს ბატონი ილხამ ალიევი. და ჩვენ მინდა გითხრათ, ესეც გულისწყეველი საზოგადოების საინტერესო იქნება, ალბათ იცით, რომ ილიჩოვა მელაშვილის მიმართ დაწყებული სამსჯავრო გამოძიება სასამართლოში წარიმართა იმ ნაკვალიფიცირებელი მუხლით, რომლითაც ცხადი ხდება, რომ ისინი არ მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, არამედ მათ უკან არსებობდა დამკვეთი ორგანიზატორი, კონკრეტული ასე ვთქვათ, პოლიტიკური ძალა და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირები და ყველანი სრულმოუთმენლად ველოდებოდით და ველით ამ გადაწყვეტილებას აი ამ მოცემულ საქმეს, რომელიც 2021 წლიდან დაიწყო. და ნახეთ 2023 წლის 16 ოქტომბერი ეს არის ბოლო თარიღი, როდესაც სასამართლო წარმოება შეჩერდა და დღემდე ის არის გაჩერებული. და არავინ არც ხელისუფლებაში, არც სასამართლო ხელისუფლებაში, არც საპარლამენტო ხელისუფლებაში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებებს. ეს არის ძალიან სამწუხარო, ძალიან სავალალო შემთხვევა და ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვმართებს გარკვეული კონსოლიდაცია ქართულ საზოგადოებას. ეს ძალიან შორს წავედი, ბუნებრივია პლასტები ჩაიხსნა, მაგრამ ამას იმიტომ მოგითხრობთ, რომ აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ინტერესები არ არის ნაკარნახევი მხოლოდ მისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და მას გააჩნია გარკვეული დაკვეთა გარედან. მოგახსენებთ და იმ გარედან დაკვეთას კიდე გააჩნია უფრო შორიდან დაკვეთის ნიშნებიც. ამას წინათ წარმატებით ჩაიარა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგ შეკრება, რაც პომპეზური და შთამბეჭდავი სამხედრო აღლუმით დასრულდა. და ისეთი შეგრძნებაა და ბუნებრივია ეს მხოლოდ მე არ მაქვს ეს შეგრძნება, რომ გლობალური აღმოსავლეთი ყალიბდება. ბატონ დიმიტრი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ გლობალურ აღმოსავლეთის წევრად, რამდენად გვაქვს ჩვენ შანსი წავდგეთ ამ ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. შემდეგ რომ დავუშვათ ამ ხულში უკვე თავიდან ბოლომდე წევრი გავხდეთ. გამდინარე იქიდან რომ მე ევროპას ბოლოსთვის ვიტოვებ იმ განვითარებული მოვლენებიდან გამდინარე, მაგრამ გამდინარე იქიდან კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ევროპიდან აღიარება აღარ გვაქვს კოლექტიური დასავლეთიდან. არც ამერიკიდან გვყალობენ. ჩვენი ადგილსამყოფელი ალბათ ადრე თუ გვინდა ვიპოვო და არის ეს გლობალური აღმოსავლეთის ოჯახის წევრობა. კი, არა მხოლოდ გლობალური აღმოსავლეთ, არამედ მიმდინარეობს ჩვენ თვალწინ ფორმირება ახალი მსოფლიო წესრიგის, რაზედაც სხვათა შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოში დაბადებული, თბილისში დაბადებული, ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი ევგენი პრიმაკოვი, აკადემიკოსი, აღმოსავლეთის მცოდნე, ჯერ კიდევ 90-იან წლების ბოლოს აკეთებდა განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო პოლარული მართლობა აუცილებლად დასრულდებოდა და ის ჩანაცვლდებოდა მრავალპოლარული მსოფლიო ახალი წესრიგით. და მისი ერთ-ერთი ახალი ბირთვი იქნებოდა რუსულ-ინდურ-ჩინური კონგლომერატი. აი სწორედ რუსია, ინდია, კიტაი ეს არის ის კონცეფცია, რომელიც წამოაყენა 90-იან წლების ბოლოს ბატონმა ევგენი პრიმაკოვმა და რომლის პრაქტიკულ განხორციელებასაც ჩვენ უცხერით სწორედ ამ დღეებში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულიად განსხვავებული ვთქვათ ფორმატი ვიხილეთ, ძალიან შთამბეჭდავი შეიძლება ასე ითქვას და პრეტენზიის მქონე იმასთან მიმართებით, რომ ერთპოლარული მართლობა, ჰეგემონიური მართლობა სრულდება გლობალური დასავლეთის და მას ყავს რეალური კონკურენტი, რომელიც როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით მოსახლეობის პოპულაციის თვალსაზრისით არამედ თუ არ ჩამოუვარდება გლობალურ დასავლეთს, არამედ გააჩნია გარკვეული უპირატესობებიც მასთან მიმართებით. რაც შეეხება საქართველოს როლს და მნიშვნელობას, ჩვენ ევრაზიის წევრი გახლავართ და ბუნებრივია დიდი ევრაზიულობა ჩვენ და განვიხილოთ როგორც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შესაძლებლობა, რომელშიც ჩვენი როლი, ადგილი და ფუნქცია გვექნება.
მაგრამ ეს არამც არნიშნავს იმას, რომ ჩვენ იგივე გლობალურ დასავლეთთან წვეთ ურთიერთობას და რაღაცა რკინის კედლით ვემიჯნებით მას. არა, ბუნებრივია, ამიტომაც გავაკეთე თავიდანვე. ასე ვთქვათ, განაცხადი იმასთან მიმართებით, თუ როგორ მესახება მე, როგორც ერთ რიგით ქართულ პოლიტიკოსს საქართველოს მომავალი როლი და ფუნქცია ეს უნდა იყოს დიახ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მყარი ხიდის ფუნქციის როლი, ცივილიზაციური როლი, ვარსახოვანი როლი, რომელიც როგორც გლობალურ დასავლეთს, ისე გლობალურ აღმოსავლეთს და გლობალურ სამხრეთს, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია დღევანდელ პოლიტოლოგიურ ჭრილობაში დააკავშირებს ერთმანეთს და ექნება სრული ჰარმონია მთელ მსოფლიოსთან. შეგვიძლია ასეთი როლის ფუნქციის აღება, მე ვფიქრობ შეგვიძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სწორედ რეგიონის ლიდერი ქვეყანა. მართალია აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თვითონ გახდეს ეს რეგიონალური ლიდერი და გასაგებია ვისი მხარდაჭერითაც ის სარგებლობს და როგორ სარგებლობს, მაგრამ ჩვენ უნდა გავხსნათ ახალი შესაძლებლობის ფანჯრები, ესეთი ფანჯრები ჩვენ შეგვიძლია რომ გავხსნათ და მათ შორის ესეთი ფანჯრის გახსნის შესაძლებლობა სწორედ შანხაის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან გარკვეულ მჭიდრო კონტაქტებსაც უნდა გულისხმობდეს და არამხოლოდ მასთან, არამედ ბრიქსთანაც ასევე და ინდივიდუალურად ჩვენ სამეზობლო პოლიტიკაში იგივე ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ ფორმატი, რომელიც უნდა ჩამოყალიბებული იყოს 3+3, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ და საინტერესო შესაძლებლობას გააჩენდა იმ სამშვიდობო პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც ერთის მხრივ რუსეთის, თურქეთის, ირანის, ხოლო მეორეს მხრივ ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს ეკონომიკური თანამშრომლობის იდეას გულისხმობს და ბლოკირებული დერეფნების დებლოკაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი საქართველოს გაეხსნება ეს ბლოკირებული დერეფნები, ეს იგივეა, რომ აი თავის ტვინს რომ მიეწოდება არტერიების სისხლი და ეს არტერიები არის გადაკეტილი და ეს რომ გაიხსნას და სრულფასოვნად მომარაგდეს თავის ტვინის ჟანგბადით. არის დაახლოებით ესეთი ეფექტის მოხდენა შეუძლია ამას. აქ არ არის საუბარი მარტო აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნაზე, 8 ბლოკირებული დერეფანია და მათ შორის რამოდენიმე 3 არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ თუ კი დებლოკაციის საკითხი გადაწყდება, ეს ძალიან შეუწყობს ხელს აი საქართველოს სანუკვარი ვთქვათ, ოცნების ასრულებას, რომ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობა აღვიდგინოთ, დევნილები დავაბრუნოთ და გავხდეთ უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე საქართველოს არსებობის ისტორიაში. ჩვენ გვქონდა ასეთი დიატი შესაძლებლობები. ბატონ დიმიტრი, ეხლა გლობალური დასავლეთი. აქ ბუნებრივია, როგორც ევროპა, ასევე ნაგულისხმებია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ამჟამად თავად ვიმყოფები, ქალაქ ნიუ-იორკში, კერძოდ ბრუკლინში და აქედან ცოტა განსხვავებულად ჩანს ის ვითარება, რაც საქართველოში ხდება და საერთოდ მსოფლიოში. და რაც გულისხმობ. მაგალითად, ეხლა ჩვენი საუბრის თავში ახსენეთ, რომ შალვა პაპუაშვილის ვერბალური პაეკრობა გერმანიის საელჩოსთან. ასევე ბალტიისპირეთის საელჩოების აქტიურობა. და კიდევ სხვა მრავალი. აი ეს დამოკიდებულება შესაძლოა, რომ გარდა ისახოს პოზიტივში, გამომდინარე იქიდან, რომ მე რასაც ახლა ევროპაში ვხედავ და უყურებ, როგორც თქვენ ახსენეთ, ის 16 ალტერნატივა გერმანიის აქტიური პოლიტიკოსი, რომ იმ ქვეყანას მიაბარეს. გამომდინარე იქიდან პოლონეთში რა ხდება, გამომდინარე იქიდან საფრანგეთში მაკრონის მმართველობის პერიოდში მე-6 მინისტრთა კაბინეტი დაიშალა. აი ამ ყველაფრის ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ, საერთოდ რჩება შანსი კორიდორი, ფანჯარა, როგორც გინდათ ესე, თუნდაც ალეგორიულად რომ შევაფასოთ ევროპისკენ რამე სასიკეთე ნაბიჯების გადადგმის საშუალება გვექნება ობიექტურად ბუნებრივია. ძალიან დროული შეკითხვაა აბსოლუტურად. პრინციპში ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ შემაჯამებელია, ასე ვთქვათ, აკორდი შემილი ავიღო ამასთან მიმართებით, მას შემდეგ რაც გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ სოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვეხება, საქართველოს ეხება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპა აღარ არის, ჯერჯერობით ევროპასა და ევროკავშირს შორის ტოლობის ნიშნის დადება არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პოლიტიკური კონგლომერატი
რომელმაც როგორც ჩანს ამოწურა თავი იმგვარად, რომ მისი დემოკრატიის სრული ტრანსფორმაცია მოხდა ტირანიაში, იმიტომ რომ ის რაც გერმანიაში მოხდა, ეს არის უპრეცედენტო თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში. მსგავსი რამ უბრალოდ არ არსებობს, ხო, რომ პოლიტიკური კონკურენტები ჩამოიშორა იმით, რომ თოფიეს როლო თუ საწამლავი ჩაუყარო და არჩევნებამდე არ მიიყვანო 16 კაცი ერთად აღებული, თანაც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანებიდან ალტერნატივა გერმანიისთვის და ქალბატონი ვაიდელი ალბათ მართლაც იმსახურებენ ამ სტატუსს, რომ არის ყველაზე მძლავრი ოპოზიციური ერთობა. და ისინი უბრალოდ მოიშორეს თავიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მიზნის მიღწევის გზად და საშუალებად ყველაფერი გამოიყენება, გარდა იმ დემოკრატიული ნორმებისა, რომლის დეკლარირებას ევროკავშირი აქამდე ახდენდა. შესაბამისად, მის დამინდობა უბრალოდ აღარ არსებობს. მე არ ვამბობ, რომ ნდობა შეიძლება გაქრეს. მე ვამბობ, რომ ნდობა აღარ არსებობს. თვითონ ევროპის შიგნით აღარ არსებობს ნდობა და ამაზე მიუთითებს ბრიტანეთში, საფრანგეთში, თავად გერმანიაში, მიმდინარე პოლონეთში მიმდინარე ეს შეუქცევადი პროცესები. შესაბამისად, ჩვენი კუთვნილება ევროატლანტიკური სივრცის მიმართ და როგორც ჩაიდო ეს გახსოვთ თქვენ პრეამბულაში, რომ ეს არის ისტორიული არჩევანი თითქოს და რა ამ კანონ პროექტში სანამ ის მიიღებოდა ნორმა, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური და თითქოს ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, აი ეს რომ ასე არ არის, ამაზე ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ პასუხი უნდა გავცეთ, იმიტომ რომ ეს არის დამაკნინებელი, როგორ შეიძლება გარდამავალი პოლიტიკური ტენდენციების ასახვის ადგილი იყოს კონსტიტუცია. კონსტიტუცია არის ძირითადი საფრთხეების და ძირითადი გამოწვევების ასახვის ადგილი და არა ის, რომ თურმე ისტორიული მისია, ისტორიული არჩევანი, ეს არის სრულატლანტიკური არჩევანი და ის რომ დღეს ფორმაცია ახალი მსოფლიო წესრიგისა ვკარნახობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური ცენტრები იქნება მსოფლიოში და ყველასთან თანაბარი თანამშრომლობის შესაძლებლობის გამოყენება, ეს არის უბრალოდ არა ფუფუნება, არამედ ელემენტარული პოლიტიკური ქცევის ნორმა, ეს რომ ასეა და ამას რომ მივახციოთ, საჭირო ეს ცვლილებები განვახორციელოთ და ეს ამ ცვლილებების განხორციელება და მისი დეკლარირება იქნება პასუხი თანამედროვე ევროკავშირის პოლიტიკური ინსტიტუციების მიმართ, რამდენად აღამქონია თურმე მათ მიმართ ნდობა და რამდენად არ იმსახურებენ ისინი ამ ნდობას. ეს ძალიან კარგად ჩანს შალვა პაპუაშვილისა და გერმანიის ელჩს შორის დაწყებული დუელი, სხვა არაფერია თუ არა სუვერენიტეტისთვის ბრძოლის მორიგი, ასე ვთქვათ, ილუსტრაცია. შეიძლება ასე ითქვას და თქვენ ვთქვით, რომ დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან მკვახე პასუხი დაუბრუნა. და ფაქტურად ეს იყო მუქარანარევი მენტორული ესეთი ფრაზა, ნოტა, შეიძლება ითქვას, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის არჩეულ გზას, ესე იგი მას შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას. და აი პრობლემების შექმნასთან დაკავშირებით დღეს 2.4 კილოგრამი ჰექსოგენი იქნა ამოღებული უკრაინიდან გამოგზავნილი მანქანიდან და დღეს დადგინდა და ეს საგანგებო პრესკონფერენცია ჩატარდა სუსის მხრიდან, შეიძლება ეს თქვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, იმიტომ რომ საათობრივი აცდენა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ონლაინ მიყვეს ადამიანი ამ პროცესს და ამერიკაში მცხოვრები ქართული საზოგადოებისთვის ალბათ საინტერესო იქნება ითქვას, რომ ჰექსოგენი ეს არ არის ტროტილი უბრალოდ, რომ წარმოვიდგინოთ ეკვივალენტში რაოდენობრივად რომ შევაფასოთ, ესე იგი 20 გრამი, 30 გრამი ჰექსოგენიც კი საკმარისია იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული კომპაქტური ბომბი დამზადდეს და 2.4 კილოგრამი 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩამოტანილი კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელი უკვე აცხადებს ღიად, რომ უკრაინის უშუალო სამსახურის თანამშრომლები დაუკავშირდნენ მას და გადმოსცეს კონკრეტულ მისამართზე მათი მიტანის ვალდებულებით და ეს უნდა მიეტანა ამ ადამიანის სამართლზე, სახელდება კიდეც რაღაც თბილისში ისნის რაიონი, ავლაბრის ტერიტორია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ჰექსოგენს გამოყენება უნდა ქონოდა არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ სწორედ ქვეყნის შიგნით. და აი ეს რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ალაპარაკდა დღეს და გედივან თოფხაძე, რომელიც მე მეგონა რომ ძალიან გონიერი კაცი იყო, იმიტომ რომ ეს ინტელექტუალურ ვიქტორინაში ძალიან ხშირად იღებდა ხოლმე მონაწილეობას. სრულიად საშინელია წარმოუდგენელი რამ დაახეთქა, რომ თურმე ის სიამოვნებით იხილავდა ჩვენი ქვეყნის მართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განადგურებას და ბენზინის მისხმას და ცეცხლის წაგიდებასაც კი სადიზმში და მაზოხიზმში გადავიდა საბოლოო ჯამში. მე ვფიქრობ, რომ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ასწრაფი მდგომარეობა მათ აიძულებთ, რომ აღასრულონ
ის დაკვეთები, რომელიც მათ შორის ჰექსოგენის გამოყენებასაც გულისხმობს, ამ შემთხვევაში ჰექსოგენი შემთხვევით არ მოვიყვანე, მაგალითად ეს არის რეალური მტკიცებულება, რომელიც იმ სიმწვავეზე მიუთითებს, რომელიც ჩვენ გველის წინ როგორც ჩანს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების საბოლოო კონსოლიდაციის გზით ჩვენ დავძლებთ ყველა წინააღმდეგობას აბსოლუტურად. აი ამ არჩევნების შემდგომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ გავცემთ ერთად უკვე აი თქვენს გენერალურ კითხვას პასუხს. შეძლებთ თუ არა თავი დავახციოთ აი ამ დასავლური კაბალისგან, ამ მეტროპოლიისგან, რომელიც ჩვენ ყოველთვის განგვიხილავდა კოლონიად და შეძლებთ თუ არა განვავითაროთ ჩვენი სუვერენული განვითარების ხაზი თავის მხრივ. ბატონ დიმიტრი, ამ კოლექტიურ დასავლეთში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ცოტა დისტანცირებულ დამოკიდებულებას ხედავთ ევროპასთან, კოლექტიურ ევროპასთან, ევროკავშირთან, თუ უგნებოთ ასე ვთქვათ. და მაგალითად დღეს ესეთი უცნაური კომენტარი გააკეთა, შეიძლება ამაში უცნაური არც არაფერია, აი ის 10-მდე თუ 16-მდე დრონი, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე შეფრენა, ჯერ ვერ დაითვალეს ზუსტი რაოდენობა რამდენია, ეს მეორე ამბავია ამ ყველაფრის, მაგრამ დღეს თქვა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შეცდომა ასწენა და რაღაც დასაშვების ფარგლებში გაიყვანა. აი მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსერვატორები მოვიდნენ რაღაც ძირეული ტრადიციული იდეის მატარებლები და კულტურის გამზიარებლები არიან და ასე შემდეგ მიუხედავად ამისა ამერიკაში არის ორგვარი დამოკიდებულება, იმიტომ რომ არის ესეთი პოლიტიკური ფიგურა ჯო ვილსონი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს გამოუცხადა, არ ვიცი, ჯვაროსნული ომივით აქ. სანამ ის ალბათ აქტიური პოლიტიკოსი იქნება, ამერიკის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში საქართველოს ნეგატიურ კონოტაციაში მოხსენება აღარ დამთავრდება. მე უკვე ამის იმედი არ მაქვს. როგორ ფიქრობთ, ამას რა ეშველება? საიდან შეიძლება მევიდეს თუ ეს აღამ უნდა ნელა-ნელა ეს პირები უნდა გაიყვანონ უბრალოდ პოლიტიკის ველიდან და მერე დამშვიდება ეს ყველაფერი. მე მახსოვს, რომ ბატონმა ჩვენმა პრეზიდენტმა ყავალაშვილმა წელიწადს მიმართა ამერიკის პრეზიდენტს. მე როგორც ვიცი, იქიდან რეაგირება არ ყოფილა. თუ იყო და მე არ ვიცი, ამაზეც თქვით. კი ბატონო, საინტერესო შეკითხვა. პირველში ამერიკის შეერთებული შტატებით დავიწყებ და ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის მართლაც უნიკალური ქვეყანა, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა, ნებისმიერი ვთქვათ ტიპის მოაზროვნე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ვთქვათ ამშენებლობის, შემოქმედების, განვითარების სურვილი, ის შეიძლება ჩავიდეს შეერთებულ შტატებში და მიიღოს ყველა ის პირობა, რომელიც მის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს და პირიქით, თუკი ადამიანი მოწოდებულია, რომ საკუთარი თავის ნგრევა, ანუ საკუთარი თავის ღვევისა და პიროვნული ნგრევის ასე ვთქვათ, პირობაზე არის აგებული მისი ცხოვრება, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება დაიღუპოს ძალიან სწრაფად და განადგურდეს და ვთქვათ დაასრულოს თავისი არსებობა. ამას რატომ უსვამ ხაზს? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე ძალიან ჭრელია ის პოლიტიკური სპექტრი, რომელშიც სამწუხაროდ იყვნენ, არიან და ალბათ მომავალშიც იქნებიან ლობისტური საქმიანობის შედეგად წაქეზებული ისეთი პირები, რომლებიც საქართველოს ამოიღებენ მიზანში და ბატონო ჯო ვილსონის ქმედება სხვა არაფერია თუ არა ლობისტური საქმიანობის საბოლოო შედეგი. ჩვენთან არ არსებობს კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ, ჩვენთან აკრძალულია ლობიზმი, როგორც ასეთი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს დასაშვებია. შესაბამისად, დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ბატონი ვილსონი არის მემკვიდრე იმ პოლიტიკური ჯგუფისა, რომლის მიმართ აი ასეთ ტიპის ლობისტური საქმიანობისთვის განკუთვნილ მილიონებს არიშურებდა სააკაშვილის რეჟიმი და ბატონი გიგა ბოკერია გაგახსენებთ 2014 წელს. მიცემული იქნა პასუხისგებაში ზუსტად როგორც უშროების საბჭოს მდივანი, რომელმაც მილიონები გაფლანგა ლობისტური საქმიანობისთვის. მაშინ ამ საქმეს უბრალოდ არ მიეცა პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე მსვლელობა და კოჰაბიტაციამ შთანთქა, ასე ვთქვათ, ამ სისხლის სამართალ წარმოების პერიპეტიები, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ყოველთვის ყავდა დაპირისპირებული კონგრესმენები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები,
რომლებიც სწორედ ამ ლობისტური საქმიანობის შედეგად აქტიურობდნენ საქართველოს წინააღმდეგ. და დღეს ჰელსინკის კომიტეტში ჩვენ ნახეთ უაღრესად სამარცხვინო აქტი. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოდიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. აი ესეთი ძალა გააჩნია ლობისტურ საქმიანობას, რომელიც მეტასტაზები მარტო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მოხელეთა და პოლიტიკოსთა მოქმედებებს არ გულისხმობს და ეს ხდება შემდგომში იმ საზღვრებს და მოიცავს იმ პერსონებსაც, რომლებიც საჭირო არიან აი ამ ლობისტური საქმიანობის დაკვეთის მიხედვით განსახორციელებელ მოქმედებებს, ასე ვთქვათ, მისცენ ბიძგით და ჩვენ ხედავთ, რომ ჰელსინკის კომიტეტში უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება მეგობარი აქტის ვთქვათ ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებულ სასანქციო რეჟიმებში მოაქცევს ვთქვათ ჩვენი მთავრობის და პარლამენტის და სასამართლო ხელისუფლების წევრებს, მაგრამ მას არ ეწერა როგორც ჩანს აღსრულება, იმიტომ რომ გარდა ამ ლობისტური საქმიანობით დაკავებული დაინტერესებული კონგრესმენებისა არსებობენ ჩანსაღი ძალებიც, მე ესე ვფიქრობ, რომ არა ეს ძალები, რომ არა ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ალბათ ეს აქტი უკვე აღსრულდებოდა კიდევაც და მიეცემოდა მას სრულყოფილი საკანონმდებლო აქტის ხასიათი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს მართლა ყავს მეგობრები ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციაშიც და კონგრესშიც, სენატშიც. ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მაძლევს აი ამ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, რომლის უარყოფა ვერბალურ დონეზე მოხდა აი ამ ბოლო პერიოდში, თუმცა ამას არ ქონია რაღაცა ფორმალური ხასიათი და მე ვფიქრობ, რომ არც ექნება ამას ფორმალური ხასიათი. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გვჭირდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან როდესაც ვსაუბრობთ ხიდზე და გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის დამაკავშირებელ მთავარ რგოლზე, ბუნებრივია ჩვენ ერთის მხრივ გულისხმობთ შეერთებულ შტატებს, ხოლო მეორეს მხრივ გულისხმობთ ბუნებრივია იმ ახალ კონგლომერატს, რომელზეც უკვე გესაუბრეთ, ეს არის ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და აქედან გამომდინარე ჩვენც არ არის, ასე ვთქვათ, ანუ ჩვენი ინტერესი არის ამ შემთხვევაში მოვნახოთ ძალთა ბალანსი და ამ ძალთა ბალანსი უნდა მოვნახოთ ძლიერ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პირობით. ბუნებრივია, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი უნდა იყოს ამ მიმართულებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არა იმ ფორმით და შინაარსით, რომლითაც ჩვენ ვიყავით მუდმივი კოლონია მეტროპოლიის თვალში. აი ჩვენ თუ შევძლებთ ამ ამოცანის ამოსნას და ძალთა ბალანსში იმ ოქროშუალების პოვნას, მაშინ ჩავთვლით, რომ ქართული სახელმწიფოს არსებობას, ასე ვთქვათ, საფრთხე არ ემუქრება. ბატონ დიმიტრი, და ტრადიციულად კორესპონდენტებთან საუბარს ვასრულებ ხოლმე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე ვითარებით. აი ეს მინისტრთა კაბინეტის ცვლილება, რაც ბოლო პერიოდში დაიწყო და თან ესეთი მნიშვნელოვანი წონადი ფიგურების შეცვლით, ჩანაცვლებით. შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდის ჩინოვნიკების დაკავება, თან საკმაოდ მძიმე ბრალდებით. ეს რასთან გვაქვს საქმე? უბრალოდ ესეთი გადახალისებაა თუ თანამედროვე ქართულმა უწყებამ მართლა უკვე მოისურვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას თავის რიგებში კორუფციისა და ნეპოტიზმის და ასე შემდეგ ეს მანკიერი თვისებები. თქვენ რას ფიქრობთ? ჩემს პერსონალურ აზრს მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მოხდა ძალიან ხმაურიანი დაკავება თავდაცვის მინისტრის ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის. ეხლა გეტყვით ექსკლუზიურად და გამოვიდა უკვე ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელობასაც რაღაც გარკვეული პრობლემები ექმნებათ, იმიტომ რომ იქაც სამართლებრივი რევიზიის დონეზე აღმოჩენილია ძალიან სერიოზული დარღვევები. ასევე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს იმდროინდელი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ გარკვეულ დარღვევებზეც არის უკვე ღიად საუბარი და მე არ გამოვრიცხავ, რომ აღმოჩნდეს, რომ მას შემდეგ, რაც რადიკალურმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ დაკარგა თავისი პოლიტიკური წონა და მორალური სახე და მათი პატრონები გლობალურ დასავლეთში ხედავენ, რომ მათზე დაყრდნობით პოლიტიკური პროცესის წარმოება არის აბსოლუტურად შეუძლებელი,
მათ მიიღეს გადაწყვეტილება გარკვეული კავშირები დაემყარებინათ იმ ძალებთან, იმ კონკრეტულ სუბიექტებთან, რომელთა ერთობაც უზრუნველყოფდა ქართული ოცნების პოლიტიკური ხელისუფლების განეიტრალებას გლობალური დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ მოხდებოდა სწრაფი ინტერვენცია, ასე ვთქვათ, და სახელისუფლებო შეთქმულების გზით მოხდებოდა ჩამოშლა ქართული ოცნების. როდესაც ასეთი მასშტაბის კორუფციაზე ვსაუბრობთ, როგორც დღეს გამოვლინდა თავდაცვის სამინისტროში და წარმოიდგინეთ 1.250.000 ლარი მხოლოდ ერთი სამედიცინო აპარატის შესყიდვაზე არის გაკეთებული. ნახეთ, მრავალ მილიარდიან ბიუჯეტზე გვაქვს ხო საუბარი თავდაცვაში, ინფრასტრუქტურაში და ჯანდაცვაში. იქიდან 5%-იც რომ ყოფილიყო მობილიზებული კონკრეტული პოლიტიკური ამოცანისთვის, ის საკმარისი იქნებოდა რევოლუციის დასაფინანსებლად. გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობის კანონმა და ფარამ ჩაკეტა გარედან შემოსულობები, გარედან ინექცია ფაქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით, რაც ხორციელდებოდა აქამდე პოლიტიკური პარტიებისთვის სასარგებლოდ, ვეღარ ხორციელდება და ბუნებრივია ქეში ფულის შემოტანას რევოლუციის მოსაწყობად არავითარი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სპეცსამსახურები ამას აღკვეთდნენ და რჩებოდა ერთადერთი გზა ხაზინიდან მიტაცებული ფულის ჩაბრუნება პოლიტიკურ პროცესში. აი სწორედ ამასთან ხომ არ გვაქვს საქმე, ამას მალე გაეცემა პასუხი, მე არ მინდა რომ ვამტკიცო და თქვა რომ ეს ზუსტად ასეა ხო, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ლოგიკა ვკარნახობს, რომ ყველაფერი მიდის იქით, რომ ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან განხორციელებული არ უბრალოდ კორუფცია, არამედ გარკვეული პოლიტიკური კორუფცია იმ მათ შორის მერკანტილური მიზნებისგან გამომდინარე, რომელიც ნაკარნახევი იყო კონკრეტული გარე პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ცენტრიდან, შეიძლება ასე ითქვას, და რომელიც აძლევდა სრულ გარანტიას, სრულ ხელშეუხებლობის გარანტიას ამ პირებს, რომლებიც მოახდენდნენ, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ჩამოსვლას და ძალაუფლების და ხელისუფლების გადაცემას შესაბამისი პირობით. მე არ ვამბობ, რომ ვთქვათ, ამ პირთა ჯგუფის ყოფილი მინისტრების და მათთან დაკავშირებული პირების სრული შერწყმა მოხდებოდა კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ გარკვეული ხელშეწყობა, გარკვეული მხარდაჭერა, პირველ რიგში ფინანსური მხარდაჭერა უნდა განხორციელებულიყო. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გარემოებაც, რომ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებული იქნა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით რამოდენიმე კვირით წინსწრებით ამბობდა ჩვენი პრემიერი ბატონი ირაკლი კობახიძე, რომ ლევან ხაბეიშვილი ფინანსდებოდა არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ან რომელიმე დონორი ორგანიზაციის მხრიდან, არამედ მათი ხელისუფლებიდან წასული ერთ-ერთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან. ესე იგი, ეს არის მე მგონი უკვე არა უბრალოდ ვერსია, არამედ ეს არის უკვე გარკვეული მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ბურჭულაძის და ხაბეიშვილის დაკავება ერთ დღეს, რა მესიჯია ეს, რა აქცენტი კეთდება ამასთან დაკავშირებით და თუ კი ეს აქცენტი მართლაც გამომდინარეობს ამ ლოგიკიდან, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბურჭულაძე არ იქნება პირველი და უკანასკნელი, ვინც პასუხისგებაში მიეცემა და ჩვენ სრულად სულ მალე შეიძლება ვნახოთ სურათი, ლუსტრაციის სურათი და ამავე დროს სრული, ასე ვთქვათ, გაშიფვრის, ასე ვთქვათ, სრული მოცემულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძალები მოქმედებდნენ გარკვეული დასავლური პროექტის ფარგლებში. ბატონ დიმიტრი, და ბოლოს რა იშველება განათლების სამინისტროს და განათლების პროგრამას? მე ჩემს რესპონდენტებს ან პერმანენტულად ამ საკითხს ვაყენებ და რატომ? რასაც მე თვალს ვადევნე თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროცესებს, აი ამ ახალგაზრდებს. ეს არის ზუსტად 8 წელი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში განათლების სისტემა და დამატებული 13 წელი ქართული ოცნების პირობებში საგანმანათლებლო სისტემა. რა იშველება ამ მოჯადოებულ წელს? ნუ თუ ვერ გავარღვევთ? მე რა უნდა გავარღვიო, მაგრამ ვინც საქართველოში და ვისაც ეს ევალება. რას ფიქრობთ ამაზე? ძალიან სამწუხარო საკითხია მართლაც განათლების სისტემის შეფასება. სავალალო, უმძიმესი,
შეფასების საგანია ჩვენი განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი თავმოყარი სახელმწიფოსთვის. 5 სახელმწიფო ნიშანი არსებობს სახელმწიფოს არსებობისა და 5-ვე მათგანი გამომდინარეობს განათლების სისტემიდან, განათლების სისტემის მდგრადობიდან, შეიძლება ასევე ითქვას. თუ განათლების სისტემა არ გვაქვს, ბუნებრივია სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შეიძლება გახდეს ის, რასაც ოდესღაც ქვეყანა და სახელმწიფო ეთოდებოდა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების სისტემას მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად ანადგურებდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ განათლების სისტემა იწყება სკოლამდელი განათლების სისტემით, რომელსაც პედაგოგიური კომპონენტი საერთოდ მოუხსნეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლების სისტემა მათ შორის ეფუძნება არა მთავარ მიზანს ყველასთვის, რომ ყველა გახდეს უმაღლესი განათლების მიმღები პირი, არამედ პირველ რიგში იმ ორიენტაციას, რომელსაც თავმოყარი ქვეყნები, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ძალიან აქტიურად იყენებენ და საჯარო საშუალო სკოლებში განათლების მიმღები მოწაფეებისთვის ჩნდება ეს ალტერნატივები და მათი დაახლოებით 85% სკოლიდანვე მიდის პროფორიენტაციის გზით, ანუ იღებს ხელობას, იღებს პროფესიას, რომელსაც შემდგომში იყენებს თავისი აქტიური ცხოვრებისთვის და ეს არ არის დაკავშირებული უმაღლეს განათლებასთან, მეცნიერებასთან და ასე შემდეგ. იმ მეცნიერებისთვის 7-8%-ია განკუთვნილი, რომელიც შემდგომში კონკურენტუნარიან გარემოში იღებს, ასე ვთქვათ, ფერხულში მონაწილეობას. და ასე ყალიბდება ერთიანი ეკონომიკური მოდელი, რომელიც განათლების სისტემას ეფუძნება და ჩვენთან ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მოშლილი, იმიტომ რომ უმაღლეს განათლების სისტემა ეს სხვა არაფერია, თუ არა პარაზიტული შემოსავლებისა და ბიზნესის კეთების შესაძლებლობა ადამიანების სიბრიყვესა და სიჩლუნგეზე აგებული ელემენტარულად, იმიტომ რომ განათლების სისტემა ოდნავადაც ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც ის უნდა პასუხობდეს და მე აბსოლუტურად გეთანხმები და დიდი მადლობა ამის კითხვა დასვით, იმიტომ რომ თუ რამით უნდა დავიწყოთ რეფორმა ამ ქვეყანაში, ეს არის განათლების სისტემა. ნამდვილად. ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა. მოგვალო ჩემს გულის ტკივილს გამოვთქვა დასასრულისკენ, იმიტომ რომ ვინც ამერიკაში ცხოვრობთ და სახელმწიფო ინტერესების გამომხატველი ხალხი ვართ და ამას არ ვმალავთ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ვმალავ. ესეც ფაქტია, რასაც მე ვაკეთებ. ჩვენ აქ სიმართლეს ვიცავთ, მე მოვინათლებით როგორც ოცნების მხარდამჭერები, ანუ ოცნება, ქოცები. და ამ დროს რეალურად უბრალოდ სახელმწიფოს სიმტკიცე გვინდა და სახელმწიფოს ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. და ნომინალურად ბუნებრივია, ხა ჩვენ ვართ მიმდინარე მოქმედი ხელისუფლების ნომინალური მხარდაჭერები, იმიტომ რომ იმ კურსიდან გამომდინარე ჩვენ პლატფორმას ვამაგრებთ ამ სახელისუფლებო კურსის მხარდაჭერით, მაგრამ ორმაგად გულსატკენია, როცა 8-10-12000 კილომეტრის იქით შენ ამ კურსს იცავ და მე უცებ ირკვევა რა, რომ ძალიან მაღალი ჩინის ფლობელი ჩინზე თანამდებობაზე მყოფი ხალხი, აი ამ ხელა კორუფციულ გარიგებაშია და ყველა ამბობს, რომ ეს აგუშინ არ დაწყებულა, ეს 13 წელია, ესე მექანიზმი მუშაობს და ამაზე წყდება გული რა. იმიტომ რომ ქართული ემიგრაცია ცოტა სხვანაირად უწევს ამაზე პასუხის გაცემა. ეს ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე საქართველოში მყოფი ქართველებისთვის ამაზე პასუხის გაცემა. მე მივხვდით ალბათ, ხო? და ჩვენთვის ალბათ ორმაგაც ატკივარია, რომ ამართლებ იცავ იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ გუნდს, სადაც უცებ აი ესე რაღაცა ინტენსივობით უცებ გამოჩნდება, რომ თურმე ამხელა კორუფცია, თურმე ამხელა გადაცემა, კანონის დარღვევა და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ჩემი გულის ტკივილი და მინდა იმ პათოსი დავასრულო, რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნება 4 ოქტომბრის არჩევნებიც ალბათ მშვიდობიანად ჩაივლის და შემდეგ რაც თქვენ ბრძანეთ, ალბათ ის საპარლამენტო ინიციატივები წამოვა, რომ ამას ყველაფერს საბოლოო ჯამში წერტილი დაესვას და ის ქალბატონ თეატრალურკიანის ხელმძღვანელობით იმ კომისიის დასკვნაც ალბათ დაიდება და გამოაშკარავდება. მე ამის სურვილი მაქვს და იმეც ვიტოვებ. და რა სიტყვით ბოლოს ჩვენი ინტერვიუს დასასრულისკენ.
ბატონ ნიკოლოს პირველ რიგში ნება მომეცით რომ კიდევ ერთხელ გამოხატეთ ჩემი მადლიერება თქვენდამი გადაცემაში მოწვევისთვის ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წარვდგე იმ აუდიტორიის წინაშე რომლის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ჩვენი თანამემამულეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებში მე რამდენჯერმე ვარ შეერთებულ შტატებში ნამყოფი დაახლოებით ვიცი ყოფა მდგომარეობა მათ შორის ფსიქიკური სტატუსი რამდენელი და რამდენად სტრესულია ემიგრანტის ცხოვრება განსაკუთრებით დასაწყის ეტაპებზე და ძალიან ბევრი ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობაც კი შეუწირავს აი სტრესულ კონკურენტუნარიან გარემოში ცხოვრებას რომელსაც ჩვენ ქართველები მიჩვეულები არ ვიყავით და შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ჩემ თავზეც გამოცდილი მაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების განმავლობაშიც. მე მინდა მოვეფერო, მოვესიყვარულო ყველას ჩვენს თანამემამულეებს, მე მინდა გამოვთქვა ძალიან დიდი იმედი, რომ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, თითოეულ ჩვენგანს, ვინც დღეს ფარგლებს გარეთ არის ქვეყნისა, აქვს გეგმაში, რომ აუცილებლად დაბრუნდება და ეს ასეც იქნება, მერთმა ინებოს, რომ შვიდობით დაბრუნებულიყოს ყველა იმ შინაგანი კმაყოფილებითა და განცდით, რომ მან თავისი საგარეო მისია შეასრულა, დაეხმარა ოჯახს, დაეხმარა ახლობლებს, დაეხმარა ქვეყანას და დღეს პირნათლად ვალმუხტილი ბრუნდება თავის სამშობლოში. და მესმის, რომ ძალიან იდეალისტურია ხარ, რასაც მე ვამბობ, მაგრამ მეორე მხრივ ეს განხორციელებადი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ქართველები ყველანი იდეალისტები ვართ საბოლოო ჯამში და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და სამშობლოს სიყვარული, ჩვენი სარწმუნოების სიყვარული აუცილებლად შეგვაძლებინებს, რომ დაბრუნდეთ. ჩვენ დემოგრაფიული პლაზმა გვჭირდება, ქართული დემოგრაფიული პლაზმა გვჭირდება ქვეყანაში. და აქ მხოლოდ ეროვნებით ქართველებზე არ მაქვს საუბარი, ბუნებრივია პოლიტიკურ ქართველობას გულისხმობ. პირველ რიგში თავის სამშობლოზე შეყვარებულ ყველა მამული შვილს, ვინც საქართველოში იშვა, აღიზარდა და განიცდის ამ ქვეყანას როგორც თავის სამშობლოს და სურვილია თავის სამშობლოს შემატოს, თქვათ, რაღაც დადებითი თავის ცხოვრების ნამოღვაწარით. ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას. მე ბატონ ნიკოლოს არ გამოვიცხავ, რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში აღმოჩნდა შეერთებულ შტატებში გარკვეული ვიზიტით და თუ შესაძლებლობა მომეცა, მე აუცილებლად გპირდებით, რომ გინახულებთ და შეგვეძლება, რომ ერთი გადაცემა უკვე ადგილზე ჩავწეროთ ნიუ-იორკიდან, იქ თქვენ იქნებით იმ მომენტში და კიდევ ერთხელ მიმოვიხილოთ ქვეყანაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. მშვიდობას, წარმატებებს, ღვთისწყალობას გისურვებთ ყველას. ბატონ დიმიტრი, გემშვიდობებით, მხოლოდ დროებით გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ვითარება ესეთი ძალიან ცვალებადია, საინტერესო თემებს რა დალევს თანამედროვე ყოფაში და ასე რომ მომდევნო ინტერვიუმდე. თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბედნიერად. ბედნიერად.